მოგესალმებით. ვაგზელებ საქართველოს მოგზაურობას, კვლავ ქვემო ქართლის რეგიონში ვარ. ჩემგან არსებული მონუმენტის საშუალებით ალბათ მივხვდებოდით სადაც ვარ უკვე, მაგრამ მაინც გეტყვით, ეს არის მონუმენტი კიდევაც დაიზრდებიან, რომელიც მარნეულის შესასვლელში მდებარეობს. უშუალოდ მარნეულზეც გეტყვით პატარა ინფორმაციას, სანამ მარნეული დაერქმეოდა, მას ერქვა ბორჩალო. ისტორია კი ასეთია, მე-17 საუკუნეში სპარსეთის შაჰმა აბას პირველმა აქედან გადაასახლა ქართველები, მათ ნაცვლად კი ჩაასახლა ბურჩალოდან ჩამოყვანილი თურქმანული ტომი და სახელი სწორედ მას შემდეგ დაერქვა. სახელი მარნეული 1957 წელს დაუბრუნდა, ხოლო ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს. მარნეულის ძველი სახელი ლომთაგორა ყოფილა, რომელიც დიდ დასახლებად იქცა ლომთაგორა მარნეულის, ჭანდარ სანდარისა და სარვანის გაერთიანების შედეგად. მარნეულის ეტიმოლოგიის წარმოშობის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. პირველი ვერსიის თანახმად ეს მოდის მარნიდან, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან სწორედ ამ მუნიციპალიტეტში აღმოჩენილი ყველაზე ძველი ყურძნის წიბწა, კერძოდ შულავერის გორაზე. არსებობს მეორე ვერსიაც, რომ ეს შეიძლება მოდიოდეს მცენარისგან, კერძოდ სულხან საბას განმარტებით ყოფილა თურმე ასეთი მცენარე მარნაც. როგორც გითხარით, უკვე მარნეულის შესასვლელში ვართ, მოკლედ დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი მოგზაურობა. მოვედი მთავარი დანიშნულების ადგილას, რომელიც არის წერაქვის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი. სანამ მის შესახებ გაგიზიარებთ ინფორმაციას, გეტყვით გზის შესახებ. საკმაოდ კარგი გზა მოდის, ბოლომდე მოასფალტებული, ამიტომ ნებისმიერ ტიპის მანქანით შეძლებთ აქ ამოსვლას. მაგრამ გარდა ამისა, ძალიან ლამაზი გზა არის გამოსავლელი. განსაკუთრებით გაზაფხულის პერიოდში, როდესაც ყველაფერი ყვავის, მთებზე კიდევ შემორჩენილია თოვლი. გარშემო არის ყველაფერი სიმწვანეში, მდინარეები, მოკლედ გამოსავლელი გზა უკვე ისეთი საინტერესო გასავლელია, რომ როდესაც აქ მოხვალთ, უკვე სამონასტრო კომპლექსი არის ერთგვარი დაგვირგვინება ამ მოგზაურობის. ამ სამონასტრო კომპლექსში შედის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, შუა საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, გალავანი, სამრეკლო და მარანი. ამ მონასტერში პირველად ვარ და ძალიან მწყდება გული, რომ აქამდე არ მქონდა ინფორმაცია და არც მოსულ ვარ, იმიტომ რომ კი ვნახე ინტერნეტში ფოტო-ვიდეო მასალა, მაგრამ ადგილზე მოსულს დამხვდა სულ სხვა სურათი, გულისხმობ მის მასშტაბურობას. ბევრად დიდია, ლამაზი, საინტერესო, საოცარ ადგილას მდებარეობს და ერთი სული მაქვს კარგად დავათვალიერო თითოეული ეკლესიაც და ეს ტერიტორიაც. მთავარი ტაძრის გვერდით ერთი პატარა, მომცრო ზომის დარბაზული ეკლესია დგას. ის წმინდა გიორგის სახელობისაა და მე-16-18 საუკუნეებით თარიღდება. ეკლესია ძირითადად ძველი ფლეთილი ქვითაა ნაგები, მხოლოდ ორი სწორკუთხა სარკმელი აქვს. შიგნით კი სამხრეთის მხრიდან მოწყობილი კარიდან შეხვავთ. აქვეა ნამტვრევი ქვით ნაშენი პატარა მინაშენიც, რომელიც თითქოს კიდევ უფრო მეტ სიძველეს ძენს ამ ადგილს. როგორც უკვე გითხარით, კომპლექსის მთავარი ტაძარი არის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია, რომელიც მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში აშენებულა. ის აშენებულია შემაღებული კლდის მასაზე და აგებულია ჰორიზონტალურად დალაგებული, კარგად გათლილი ქვით. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს, დასავლეთიდან და სამხრეთიდან და უნდა აღვნიშნოთ, რომ ორივე შესასვლელი ჩუქურთმებით არის გაფორმებული. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ შიდა ინტერიერში შემორჩენილია ფრესკის ნაწიბური, ხოლო გარეთ ახლა მევიმყოფები. საკურთხევლის სარკმლის მარჯვენა მხარეს კედელში შემორჩენილია მთავრულ ნუსხურ წარწერიანი ქვა, სადაც მოხსენებულია დიდი ფანასკერტელი, ზაზა ფანასკერტელი ციციშვილი, რომელსაც ეს ტაძარი მე-15 საუკუნის ბოლო მეოთხედში განუახლებია და აღუდგენია. მართალია სამონასტრო კომპლექსი რესტავრირებულია, თუმცა ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ მან პირვანდელი სახე თითქმის უცვლელად შეინარჩუნა. აქ დღემდე უწყვეტად გრძელდება სამონასტრო ცხოვრება. მინდა მადლობა გადაუხადო აქაურ ბერმონაზნებს, რომ მოგვცეს შესაძლებლობა ეს ყველაფერი გადაგვეღო.
მთავარი გზიდან გადმოვხვიდეთ ტყისკენ, რომ ჩვენი დანიშნულების ადგილას მივიდეთ. სავარაუდოდ ნახევარი გზა გავიარეთ და ბოლოს საკმაოდ დიდი ორმოები დამხვდა გზაზე. ამიტომ გადავწყვიტე მანქანა გამიჩერებინა და ფეხით გავაგზავნე სიარული. რუკაზე ბილიკი არ არის მონიშნული, მაგრამ ლოკაცია დასმულია და შესაბამისად არ არის რთული ორიენტირება და მიგნება. თან გადავწყვიტე, რომ სამანქანო გზას გავყვე, რაც არის, რომ გზა არ აგვერიოს და მარტივად მივიდე მთავარი დანიშნულების ადგილას. სავარაუდოდ 800-900 მეტრი დარჩა და მინდა აღნიშნო, რომ გზა გვხვდება ნიშნებით. შესაბამისად გადაადგილება ძალიან მარტივია, არ დაიკარგებით და ასეთ ამინში სეირნობას რაჯობს. მართლაც დაახლოებით 20 წუთი დამჭირდა, რომ დანიშნულების ადგილას მოსულიყავი და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ სასიამოვნო გამოსავლელი გზა იყო, განსაკუთრებით ასეთ კარგ ამინში. უნდა აღვნიშნოთ, რომ როდესაც წერაქვის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერის ტერიტორიაზე ვიყავით, ბოლოს დაიწყო სეტყვასავით მსგავსი რამ, მაგრამ როგორც კი დავბრუნდით მთავარ გზაზე, კვლავ შესანიშნავი ამინდი გამოვიდა და როგორც ხედავთ, იდეალური ამინდია სამოგზაუროდ, ეს იქნება მანქანით გადასაადგილებლად თუ ლაშქრობისთვის. ახლა ჩვენ ვიყოფებით გორულის ნაქალაქარის ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე ნაგებობაა და თანდათან გაგაცნობთ მათ, მაგრამ პირველ რიგში მოვედი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში, რომელიც მე-17 საუკუნით თარიღდება. ის ძირითადად აგებულია მოიესამნისფრო დაუმუშავებელი ქვით, თუმცა კედლის კუთხეებში ხვდებით დამუშავებულ ოქროსფერ თლილ ქვას, ხოლო შესასვლელებში გამოყენებული აგურიც. ტაძარი რესტავრირებულია, სახურავი ახლა გადახურულია თანამედროვე, თუმცა სავარაუდოდ ის თავდაპირველად გადახურული იყო კრამიტით, ვინაიდან ტაძრის ორ მხარეს შევხვდით ერთად დაგროვებულ კრამიტის ფილებს. ასევე გეტყვით იმასაც, რომ ტაძრის 4-ვე კედელში ამოჭრილია თითო სარკმელი, ტაძრის ბუნებრივად გასანათებლად და საოცარი ჩუქურთმებით არის ის დაფარული. სანამ უშუალოდ ტაძრის დათვალიერებაზე გადავალ, უნდა გითხრათ, რომ ტაძრის გარშემო არის ძველი ნაშთები ნაქალაქარის, ასევე როდესაც ვეცნობოდ ინფორმაციას ამ ადგილების შესახებ, ეკლესიის გვერდით უნდა ყოფილიყო ძველი ნაგებობებიც, რომელიც შავ-თეთრი ფოტოებით ვნახე ინტერნეტში, მაგრამ როგორც ჩანს, საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ ვერც მივაგენი, ვინაიდან ბუჩქები და ხეებია გარშემო სულ და შესაბამისად რთულია მისი მიგნება. მაგრამ არა უშავს, რადგან აქ ვიყოფებით, უშუალოდ ამ ტაძარს დავათვალიერებთ ახლა. ამ ეკლესიის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი არის სამხრეთის შესასვლელი, რომელიც როგორც ხედავთ, საკმაოდ დახუნძლულია ჩუქურთმებით და ასევე მნიშვნელოვანია, ვინაიდან არქიტრავზე, შესაბამისად შესასვლელის თავზე განთავსებულ ლოდზე, ხვდებით სააღმშენებლო წარწერას, საიდანაც ვიგებთ, რომ ეს ეკლესია აუშენებია ქსნის ერისთავის ასულს დარეჯანს, როსტომ ხანისა და გიორგი მე-11-ის მეფობის წლებში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ეკლესიის აგების პერიოდს. ასევე ამ წარწერის თავზე არის პატარა წარწერაც, სადაც წერია, რომ ძმანო და დანო გთხოვთ მოიხსენიეთ ტაძრის აღმშენებელი პაპია. მაშინ სადამი ამ ორი წარწერით ვიგებთ, თუ როდის აშენდა და ვის მიერ. სამხრეთის შესასვლელის გარდა არის დასავლეთის მხრიდანაც, ისიც ასე ჩუქურთმებშია ჩაფლული, თუმცა ერთი სამწუხარო ფაქტი არის ის, რომ ვერ ვახერხებთ ტაძარში შესვლას. აქ თავიდან იმედი მქონდა, რომ ეს იმუშავებდა, მაგრამ ჩაკეტილია შიგნიდან და აზრი არ აქვს, ხოლო დასავლეთის მხრიდან უკვე ადევს ბოქლომი. საქართველოში არაერთი ტაძარია ასე დაკეტილი, მათ შორის სიმრავლით მახსენდება მესტია, მაგრამ იმ შემთხვევაში ვიცით, რომ როდესაც მივალთ ტაძრის ტერიტორიაზე, გასაღები სოფლის რომელიმე მკვიდრს აქვს ჩაბარებული, ვთხოვთ გაღებას, გაგვიღებთ და დავათვალიერებთ. მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც საკმაოდ დაშორებით მდებარეობს ტაძარი სოფლიდან და არც ვიცით რეალურად ვის შეიძლება ვთხოვოთ გაღება, პირადად ჩემი სუბიექტური აზრით არ მომწონს, როდესაც ძეგლები ასეა დაკეტილი, ვინაიდან არ გეძლება საშუალება ბოლომდე შეისწავლო, დაათვალიერო, აღნიშნული ეს ეკლესია იქნება თუ სხვა ნაგებობა. მით უმეტეს ამ ძეგლთან დაკავშირებით, როდესაც ინფორმაციას ვიძიებდი, ამოვიკითხე რამდენიმე ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრი საინტერესო რამ არის ტაძრის შიგნით, მათ შორის ტაძრის აღმშენებლის დარეჯანის საფლავიც, რის ნახვაც ძალიან გამიხარდებოდა.
წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან დაახლოებით გამოვიარეთ 400-500 მეტრი და მოვედით ალბათ ამ ნაქალაქარის ყველაზე მნიშვნელოვან ნაგებობასთან, რომელიც არის კოშკი. ეს კოშკიც მე-17 საუკუნით თარიღდება. მთავარი შემოსასვლელი ყოფილა ჩრდილოეთის მხრიდან, საიდანაც მეც შემოვედი უშუალოდ კოშკის ტერიტორიაზე ვიმყოფები ახლა, თუმცა დღეისთვის ეს ხარი მთლიანად დანგრეულია და ქვები გარშემოა მიმოფანტული. რაც შეეხება სამშენებლო ქვას, ესეც მოიასამნისფრო ქვა არის, როგორც ჩანს, ამ ტერიტორიისთვის დამახასიათებელი იყო ეს ქვა და ტაძარის და კოშკი სწორედ მისგან აუგიათ. ამ შემთხვევაში ეს არის კირით დუღაბზე აშენებული კოშკი. კოშკი 5 სართულიანი იყო. ჩემი ვარაუდით ახლა მესამე სართულზე უნდა ვიყოთ, თუ გავითვალისწინებთ ზევით არსებულ ფენებს და გეტყვით იმასაც, რომ ჩრდილოეთის გარდა დასავლეთ კედელში არის საკმაოდ დიდი ღიობი, რაც სავარაუდოდ შესაძლებელია, რომ ყოფილიყო სათადარიგო შესასვლელი. კოშკი საკმაოდ დაზიანებულია. გითხარით თქვენ ჩრდილოეთის მხარეზე, რაც შეეხება აღმოსავლეთს და დასავლეთს, შედარებით კარგად დგას, მაგრამ არის ნაპრალები და თუ ასე მიუხედავად იქნება დარჩენილი, სავარაუდოდ ერთ დღესაც ეს ნაწილიც ჩამოინგრევა. რაც შეეხება სამხრეთის კედელს, ყველაზე კარგად სწორედ ეს მხარეა გადარჩენილი. უშუალოდ კოშკის ტერიტორიაზე არის ხეები, მიმოფანტულია ეს ქვები, საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ძალიან მასშტაბურად გამოიყურება და საინტერესოდ. ახლა კი ჩავალ ისე დაბლა, დავარტყავ წერეს, რომ ძალიან მაინტერესებს ეს სამხრეთის კედელი, გარედან როგორ გამოიყურება და რა თქმა უნდა თქვენც გაჩვენებთ. კოშკის კედლებში დღემდე შემორჩენილია სათოფურები და ვიწრო სარკმლები. მის გარშემო კი ჩამონგრეული ნაგებობების ქვებია მიმოფანტული, რაც აქაურობას კიდევ უფრო დრამატულსა და შთამბეჭდავს ხდის. ეს ნანგრევები თითქოს იმ ბრძოლების ამბებს გვიყვებიან, რაც ამ ციხესიმაგრემ საუკუნეების განმავლობაში საკუთარ თავზე გადაიტანა. როგორც ვივარაუდე, სამხრეთის კედელი მართლაც შესანიშნავად გამოიყურება. ყველაზე კარგად ეს მხარეა შენარჩუნებული და ძალიან ლამაზიც არის. როდესაც ამ კედელს შეხედავთ, მაშინვე გაიაზრებთ და მარტივი აღსაქმელად, თუ როგორ გამოიყურებოდა მთლიანად ეს კოშკი. გორულის ნაქალაქარი მდებარეობს ორ სოფელს შორის, საუბარია სოფელ წერაქვსა და ოფრედზე, რომელსაც დღეს აუცილებლად მოვინახულებთ და როდესაც ვარკვევდი გზას, საიდან იყო შესაძლებელი ამ ადგილების დათვალიერება, გამოვლინდა სამი ვარიანტი. ერთი სოფელ ოფრეთიდან, რომელიც ტყეზე გადმოდის, მეორე ვარიანტი იყო სოფელ ჯანხოშიდან, რომელიც წერაქვამდე მდებარეობს, ხოლო მესამე წერაქვიდან. როდესაც შევეკითხე ადგილობრივებს და გავიკითხე, ყველა მირჩია, რომ წერაქვიდან გადმოსულიყავი და მეც გავითვალისწინე მათი რჩევა და სწორედ ამ გზით ამოვედი. საბოლოო ჯამში რომ შევაფასო ეს ნაქალაქარი, ძალიან კარგი ადგილია სამოგზაუროდ. როგორც დასრულებისთვის, ისე შეგიძლიათ ოჯახებით მოხვიდეთ პატარებთან ერთად, ვინაიდან გზა საკმაოდ მარტივია, არ არის რაიმე ხიფათი. შესაბამისად, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ძალიან კარგი სამოგზაურო ადგილია. გარდა იმისა, რომ ნახავთ არაჩვეულებრივ არქიტექტურას, ასევე დატკბებით ულამაზეს ბუნებაში, განსაკუთრებით გაზაფხულის პერიოდში, როდესაც ხეები კიდევ უფრო მეტად აყვავდება და შემოდგომით ფიქრობ ძალიან ლამაზი იქნება ეს ყოველივე. გორულის კოშკის მოპირდაპირედ შემაღლებულ გორაზე წმინდა ნინოს სახელობის პატარა ეკლესია დგას. ეს ერთნავიანი ნაგებობა სხვადასხვა ზომის ნატეხი და ხორექვითაა ნაშენი. მისი წყობა ერთი შეხედვით ქაოსურია, თუმცა სწორედ ეს ძენს მას განსაკუთრებულ პირველყოფილ ხილს. კოშკის მსგავსად ეს სალოცავით მე-17 საუკუნით თარიღდება. გორულის ნაქალაქარში გარდა ეკლესიებისა და კოშკისა ხვდებით ქაროსის ნაგებობასაც. მართალია რუკაზე აღნიშნული არ არის, არც ბილიკია და არც ლოკაცია არის დასმული, მაგრამ ძალიან მარტივი მოსაგნებია, როდესაც კოშკთან იქნებით. კაცშიც ჩანს, რომ კოშკის სამხრეთ კედლიდან თუ წამოხვალთ ჩემგან მარცხენა მხარეს, გამოვყებით ძველ სამანქანო გზას და დაახლოებით 350 მეტრში მოხვალთ ამ ადგილას, სადაც მე ვიყოფები და სადაც არის მე-17 საუკუნით დათარიღებული ქარვასლა. ქარვასლის არსებობა ამ ტერიტორიაზე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი იყო ეს წარსულში, ვინაიდან
კი ბატონო, სოფელში ხვდებით ეკლესიებს, შესაძლებელია კოშკსაც, მაგრამ ქარვასლა შენდებოდა მნიშვნელოვან ადგილებში, სავაჭრო გზების სიახლოვეს, ვინაიდან აქ ძირითადად მოგზაურები და ვაჭრები ჩერდებოდნენ, ათევდნენ ღამეს და აგრძელებდნენ თავიანთ მოგზაურობას. შენობა საკმაოდ დაზიანებულია, შეუძლებელია შიგნით შეხვიდეთ, მაგრამ აღწერიდან როგორც გავარკვე, შესასვლელი ქონია სამხრეთის მხრიდან, რომელიც ძალიან ამოქოლილია დღეს, თუმცა შესაძლებელია ზემოდან გავლა, სადაც ბუჩქები და ხეებით არის დაფარული და ასევე ხვდებით წითელი აგურის ნატეხებსაც. ხეების და ბუჩქების გამო ამ შენობის კონტურების დანახვა ფაქტობრივად შეუძლებელია, მაგრამ თუ გასუფთავდება, ეს პრობლემა გადაიჭრება. ასევე არა მხოლოდ ქაროსლის, არამედ მთლიანი ამ ტერიტორიის გასუფთავება, ბილიკების მოწყობა, მანიშნებლების გაკეთება და ტურისტულად განვითარება, ფიქრობ ძალიან კარგი იქნება, ვინაიდან საკმაოდ პერსპექტიული ადგილია და ფიქრობ ძალიან ბევრი ტურისტი მოვა აქ, როგორც ქართველი, ისე უცხოელი. ახლა მივდივარ სოფელ ოფრეთში, რომ ერთი ძალიან საინტერესო ადგილი მოვინახულო, თუმცა გზად გავჩერდი ამ ადგილას, რომ გაღმა არსებულ ციხესიმაგრის შესახებ გიამბოთ. ეს არის ოფრეთის ციხე, რომელიც ახლანდელი მდგომარეობით, როგორც კედლებია შემორჩენილი, შუა საუკუნეებს განეკუთვნება, თუმცა ის მეხუთე საუკუნეში უკვე არსებობდა. და რატო ეს ციხე განსაკუთრებული ჩვენთვის? დღეისთვის ეს ციხესიმაგრე სომხეთს ეკუთვნის, ვინაიდან ამ ხეობის იქით უკვე სომხეთის ტერიტორიაა. და რატო გავჩერდი ამ ციხესიმაგრესთან, რატო მინდა რომ გიამბოთ მის შესახებ? მნიშვნელოვანი ჩვენთვის იმით, რომ მეხუთე საუკუნეში, როდესაც ვარსკენ პიტიახში ატყუებს მის მეუღლე შუშანიკს, სწორედ ამ ციხესიმაგრეში ყავს გამოკეტილი. ოფრეთის ციხე ყოველთვის სტრატეგიული ციხესიმაგრე იყო, ვინაიდან ის 4 ხეობის შესართავთან მდებარეობს. სამწუხაროდ ამის ჩვენება არ შეგვიძლია ვევრაფრენთ დრონს, ვინაიდან საზღვრის ტერიტორია, როგორც გითხარით, აქვე არის სომხების ბაზა და შესაბამისად ასეთ ადგილებში დრონის ფრენა აკრძალულია და არც არის რეკომენდებული. ახლა კი განვარძობთ გზას ჩვენი დანიშნულების ადგილისკენ. სოფელი ოფრეთი ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე შულავერის ნაპირზე ზღვის დონიდან 1070 მეტრზე მდებარეობს. ეს სოფელი მრავალეთნიკური ყოფილა. აქ ქართველებთან ერთად მოსახლეობის დიდ ნაწილს ეთნიკური ბერძნები შეადგენდნენ. ახლა მოვედი ალბათ ყველაზე განსაკუთრებულ ტაძარში, რაც კი ბოლო პერიოდში მინახავს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თუ რატომ არის განსაკუთრებული, ერთად ვნახოთ. საჭიროდ ასე გადმოვიდეთ. ალბათ ტაძარში ასე არასდროს შევსულარ, თუმცა თავისი მიზეზი აქვს. კადრშიც კარგად გამოჩნდება, რომ საკურთხეველში მოედინება წყალი. და არც კი ვიცოდი და წარმოიდგინაც არ მქონდა მსგავსი რამ თუ სოფლიოში არსებობდა, მაგრამ განსაკუთრებით საქართველოში და ძალიან ვიხარე რომ ამ ტაძრის შესახებ გავიგე ინფორმაცია. რა თქმა უნდა, საქართველოში უამრავი ტაძარი გვაქვს, რომელიც აუცილებლად მოვინახულოთ, მაგრამ განსაკუთრებით სასიამოვნოა ხოლმე ესეთი ეკლესიის მონახულება, რომელიც შემიძლია თავად გითხრათ, რომ მართლაც გამორჩეული ეკლესიაა. რამდენიმე წუთია ვათვალე ამ ტაძარს და კვლავ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. ახლა კი მოვიდი უშუალოდ ამ ადგილას, რომ მის შესახებ გიამბობ თუ რატომ გადმოედინება ეს წყალი. არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, როდესაც ამ ტაძრის მშენებლობა დაწყებულა, შუა პროცესში ამოუხეთ ხავს წყალს და წამოსულა ამ ტერიტორიაზე. ადგილობრივებმა ეს მოვლენა ჩათვალეს სასწაულად, ხოლო უშუალოდ ეს წყარო წმინდა წყლად. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ეს ტაძარი ყოფილიყო წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის და დამკვიდრდა ესეთი ტრადიციაც, რომ სწორედ აქ ინათლებიან ბავშვები საუკუნეების განმავლობაში დღემდე. იმდენად წმინდა წყაროა ეს ადგილობრივებისთვის, რომ რა თქმა უნდა არც კი უცდიათ, რომ ან გადაეკეტათ, ან კალაპოტი შეეცვალათ ამ წყაროსთვის, ვინაიდან კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ ეს არის წმინდა წყალი, რომელიც მისი ამოხეთქვისთანავე მოედინება ამ ტაძარში, არასდროს არ შეჩერებულა და ალბათ არც არასდროს შეიცვლება. ამ ტაძარზე ბევრი ინფორმაცია არ მოგვეპოვება, თუმცა რაც ვიცით არის ის, რომ
ის აშენებულია ფლეთილი ქვით, თუმცა ტაძრის შესასვლელში სარკმელთან და კუთხეებში არის კარგად დამუშავებული გათლილი ქვა. აღსანიშნავია შესასვლელის თავზე განთავსებული ქვა, სადაც ამოტვიფრულია ბერძნულად და ასევე გამოსახული არიან სხვადასხვა წმინდანები. გარდა ამისა, ზევითაც ხედავთ კიდევ ერთ ბარელიეფს, სადაც ჯვრებია გამოსახული. ალბათ კაციც შეამჩნევდით, რომ არის ბერძნული დროშებიც. ვერ მოვიძიე მის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ კიდევ ვეცდები რომ დავაზუსტო, მაგრამ დიდი ალბათობით სწორედ საბერძნეთის საპატრიარქოს ან სახელმწიფოს დაფინანსებით შეკეთდა ეს ტაძარი და სავარაუდოდ სწორედ ამიტომ განთავსებული ქართულ დროშასთან ერთად ბერძნული დროშაც. კიდევ ერთხელ აღნიშნავ ამ ტაძრის მდებარეობას, ეს არის სოფელი ოფრეთი, რომელიც სასაზღვრო ზოლში მდებარეობს. ამ ხეობის იქით უკვე სომხეთის საზღვარია. ამ მოგზაურობას რომ გეგმავდი, ყველაზე მეტად ერთი ციხესიმაგრის ნახვა მაინტერესებდა. შორიდან ბევრჯერ მომიკრავს თვალი, თუმცა აქამდე არასდროს ყოფილ ვარ იქ. ამჯერად გეზი სოფელ წოფისკენ მიჭირავს, რომელიც სადახლოსთან ახლოს მდებარეობს. ციხემდე სამანქანო გზა მიდის, მაგრამ მისი გავლა მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანითაა შესაძლებელი. სოფელ ოფრეთიდან გამოვემართე დღევანდელი სამოგზაურო დღის ბოლო დანიშნულების ადგილისკენ, რომელიც არის წოფის ციხესიმაგრე. სანამ უშუალოდ ამ ციხეზე მოგახსენებთ ინფორმაციას, უნდა გითხრათ გზის შესახებ. აქ მოსვლა შეძლებთ მაღალი გამავლობის მანქანით სოფელ წოფიდან, ხოლო თუ მსუბუქი მანქანით იქნებით, უმჯობესია მანქანა ბილიკის დასაწყისში გააჩეროთ და იქიდან პატარა ლაშქრობაც გამოგივათ. წოფის ციხესიმაგრე მე-6-მე-13 საუკუნეებში ფუნქციონირებდა. მის კედლებში ხვდებით როგორც ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ ქვებს, ასევე ბევრად ძველ ციკლოპურ ლოდებსაც. ციხესიმაგრე სტრატეგიულ ადგილას შემაღლებულ კლდეზეა დაფუძნებული და უშუალოდ ახლა სადაც მე ვარ, ეს არის ზედაციხის ტერიტორია. მხოლოდ ამ ტერიტორიაზე ხვდებით ასეთ ისე შედარებით კარგად შენარჩუნებულ გალავანს. მინდა გითხრათ, რომ გზიდან არც ისე დიდი ციხესიმაგრე ჩანს, მაგრამ როდესაც მოვახლოვდებით, შედარებით დიდი ციხესიმაგრეა, ამიტომ ახლა ვეცდები რომ რაც არის ეს ტერიტორია კარგად დავათვალიერო. წოფის ციხის მიდამოებში ადამიანის კვალი ჯერ კიდევ ქვედა პალეოლითის ხანიდან ჩანს. აქ აღმოჩენილი გვიანდელი ბრინჯაოსა და რკინის ხანის ნამოსახლარები მოწმობს თუ რა მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა ეს ადგილი საუკუნეების წინ. ამ მიდამოებში კიდევ ბევრი საინტერესო ძეგლია, თუმცა მათ მომავალი მოგზაურობისთვის შემოვინახავ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ნახეთ, ეს მუნიციპალიტეტი კიდევ უამრავ ისტორიას ინახავს. ასეთ მშვენიერ ადგილას სრულდება დღევანდელი სამოგზაურო დღე. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ძეგლებს გავეცანით და ასევე ბევრი ლამაზი ადგილიც მოვინახულეთ. მე კი აქ დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.